აი ერთი მონაწილე. არ მივეხმარო. Šuća, tamatio, kama su stvari. Sigiže. Wow. Traktori შემოდის. დღეს ჩამოვედით ხანმზიან და ხან წვიმიან რაჭაში, სადაც ბეცონ სპორტის მხარდაჭერით ტარდება ოფროუდის ჩემპიონატი. ძალიან ბევრ კატეგორიაში იქნება დღევანდელი შეჯიბრი. არიან სტოკებიც, არიან მოდიფიცირებულებიც, არიან პროტოტიპებიც. დავათვალიეროთ ახლა ყოველი. ავარჩევ ჩემ ფავორიტს. ვინ მგონია რომ მოიგებს? ჩემი აზრით სტოკია. ისე ვათვალიერებ გეგონება რამე მესმოდეს. აზია. ბორბლები ვიცი რომ დიდია. კაი, ნახე-ნამხელა ბორბლები აქვს, თითქმის ჩემი ფეხის ხელა არის. კარგად უდაგანახოთ რა სიმაღლეა. თავისუფლად ვეტევი. მოდი სალონი ნახე. საკმაოდ კომფორტულია, გახედე? ჭერი ალკანტარაა მე მგონია რა. თქვენ რას მოველით ამ შეჯიბრისგან? ბევრი საჭმელები დაგრჩებათ? ამ მანქანებს ახლა ხო უყურებ აქედან რა, მაგრამ ანუ ესენი კაია. ცხვარივით დგას ეს მანქანა, მაგრამ ამ ცხვარში არის გამორეული მგელი. არის სტოკი არ გეგონოთ, ეს არის მთლიანად გადაკეთებული, დრომ გადააკეთა ეს მანქანა. ანუ ქვევიდან რო შეხედოთ, დიდი ალბათობით ჟანგსაც ვერ უყოვით, იმიტომ რომ ჟანგი არ ეკარება ამას. სალონიც მეტნაკლებ ოკეი, დავიწყეთ. გასრიალებს. ეხლა უყურებ სტანდარტის კატეგორიის ტრასას, როგორც ხედავთ, ნაკლებად დახრილი არის. წავიდა აქ პატარაზე დიაგონალი. გაძვრა. ძალიან რთული არის, ეხლა ვიდეოში შეიძლება არ ჩადეს ეს, მაგრამ საკმაოდ რთული რელიეფი არის და რის თან ძალიან იძაბება იქითაც. ან ლაპარაკიც არ ვცალდება. წარმოეხეთ ცოტა არალეგალური ის საჯირო გაიხედება იქით 3-ზე, კაროჩი განიშნებ და გავიქეცით. 1, 2, წავით. Illegal. ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა იყო. მართლაო და ძალიან დიდი რესპექტი. გიყურებდით და აღფრთოვანებულები ვიყავით, რომ მართლა ესე ოჩაღად გაიარე ეს ტრასა და ყოფილი ვარ რავი ეს მე გასართობად გამოვიდი და ძალიან კარგად გავერთე იმის და მივხვდეთ რომ ტექნიკური პრობლემები იყო ამიტომ კაია დიახ კარგი კაია გილოცავ ძალიან მაგარი იყო მაგრამ ჩემი აზრით მორჩა დააპარკინგა არა არა გახედე ამოძრა ალექს მეორადები უნდა მოვხოდოთ აქ დაშლილები უეჭველი ცოტა ხანში გაიჩიტება ნაწილები ოპა არა გიჟივით წამოეხა ეს დაიწყებს და იქით უფრო საინტერესო ადგილია შევხედოთ რა სიძავს წამო ნელა ჩვენ არ წავიქცეთ გაგვექცა ალექს გაგვექცა ჩააჭირე ავა კლაპოებიც აქვს ალექს განადგურდა გარემო გადავედით მოდიფიცირებულ კატეგორიაზე როგორც ხედავთ ცოტა უფრო მაღალი მანქანებია ცოტა უფრო მოდიფიცირებული და ცოტა უფრო დიდი ბორბლებით გადაყირავდა ძალიან საინტერესო ის არის, რომ თუ იჭედება მანქანა, შეუძლიათ ჯალამბარის გამოყენება და ეხლა უნდა მოაბან ამაზე, რომ გამოიყვანონ მანქანა აქეთ და მერე გააგრძელონ ის დავკოლებებზე გადასვლა. Holy shit! Თავისუფლ, easy. Suzuki Jimny-ს აქვს ერთი ცუდი ჩვევა, მარტივად ყირავდება. დაჭირდება, არ დაჭირდება.
შეუძლია. გადავდივართ უფრო დიდ მანქანებზე, ხა ჩეროკი ყავს რიგში. შენი აზრით რამდენად გაუჭირდება? არა მგონია გაუჭირდეს. რაღაც ძალიან ადვილად გადის, არა? კი. აბა როგორ გაცურავს? იმენა ფეხებში უგზნობ იმას. რაღაც მომენტში აქ უნდა დაასპონსორო და პროფესიონალი ისინი სტაიანშიკები წამოიყვანო რა რაღაც აი ეგრევე დაულაგებენ ყველაფერს ვაფშე პორციგენიები გაკ ჩამოწიე მაიშუშა ბიჭო შუშა ჩამოწიოს ამას უთხარი გაზი მიეცი ბიჭო ხალასტოიზე ჩეროკი გაუჭედეთ და ეხლა მოვიდა პაჯერო ოფერწოვედ რაც პაჯეროსგან დარჩა და უნდა ამოვიყვანოთ ჩეროკი დამეხმარეთ ცოტა. ძალიან სუფთა ვარ, ცოტა ვიდეოსთვის სჭირდება რომ ბინძური ვიყო. აბა, მოდი, კაი. მოდი, აი ცოტა აიღე, იქით, ცოტა კი, კაია, გაასწორ, იქიდან გამოდი. აბა, ნახოთ როგორ გაცურავს. ოცნებები ხდება, მეგობრებო, ალახი დამეცა. რას ფიქრობ, გამოვა მარტივად? არა, უშავს გამოვა, რაც მარტივად ვერა, მაგრამ გამოვა. აი ხა მე მგონი იწყებს, ნახე, გახედე. ოპა, გავიდა. ოპა. სიგიჟე. გაგულახა ეს. გადავედით პრომოდიფ კატეგორიაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ძრავის ხმამ გაცილებით მოიმატა, ბორბლის ზომამაც ძალიან მოიმატა და ჩვენმა აღტაცებამაც წესით უნდა მოიმატოს, ნახეთ ხა როგორ გამოვიდა. ამოვა შენი აზრი? მოიჭველი ამოვა. არა, ბლოკი არა აქცია, მე რა მოიწნა. ოპა, უცებ როგორ შეძრა? შევარდა ეგრევე, ნახე. ძალიან გავიჭედეთ, იმდენად ძალიან გავიჭედეთ, რომ ძიმე ტექნიკა გვჭირდება ეხა. ტრაქტორი შემოდის. ჩემი აზრით ფავორიტიც ეგ უნდა იყოს ტრაქტორი. ნელა გაეცანე. ნელა. რატო ცეცხლი დალია შენ ამუშევა. ეს რა პაცუკა, პატარა პიკაჩუ გაიჩია. თან რამ შვიდია? ორიდან ორი. მაგრამ ორიდან ორი დაფეილდა. ველოდებით ვინმეს ვინც აიulis ამ აღმარს და არ ჩატეხავს ხიდს, წავედი. სიგიჟე. მაგარი სტატისტიკა გვაქვს 4 მანქანა, 3 გატეხილი ხიდი. გადავედით პროტოს ახალ ტრასაზე, ეს გაცილებით რთული ჩანს, იმიტომ რომ ხედავთ ალბათ ჩემ ზურგს უკან არ მოგეჩვენათ კი რაც არის, ეგ უნდა გაიარო და კიდე იქითაც არის. ეგრევე ჯალამბარიც დაიწყო. ეს დანაძირია მორჩი. მე მგონი ხე არ დარჩა აქ, რომელსაც ჯერ არ გადააბეს ეს ჯალამბარი. ხან იქით მიდის, ხან აქეთ, ანუ ეხლა იქიდან აქეთ უნდა გადააბან, რომ ორმო არის ჩვეულებრივი. ოღონდ მანქანის ხე ვარ. მოკლედ ეხა ესეთი პრობლემა გვაქვს, რომ ანუ პირდაპირ ვერ ამოყვავს მანქანა და გვიწევს კუთხის გაკეთება და ნახე ანუ იქ აკეთებენ კუთხეს, რომ ეს იქით დაკაჩონ მანქანა მაქსიმალურად. ანუ რამდენი ჩალიჩი უნდა ჩარჩენის მერე გავარში. იყიდეთ ლამბორჯინი და იგაზავეთ ტრეკზე.
პირველი სასაჯიბრო დღე დასასრულს უახლოვდება, საკმაოდ ინტენსიური იყო, ბევრი ექშენი ვნახეთ, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი და იმედი გვაქვს, რომ ხვალ არანაკლებ სეირს ვნახავთ. მეორე სასაჯიბრო დღე გაცილებით უფრო მასშტაბური არის, მონაწილეებს უწევთ ძალიან დიდი დისტანციების დაფარო, აი ერთი მონაწილე არ მივეხმაროთ. Aper xar bicə bu çıxarıb, smogistları deyirəm bu. სამწუხაროდ აქ ამოგვიტრიალდა ერთი მანქანა და ეხლა ვცდილობთ ამის გასწორებას. შეჯიბრი მდგომარეობს იმაში, რომ რაღაც გარკვეული დისტანცია უნდა დაფარონ მანქანებმა ისე, რომ ყველა ჩეკპოინტი გაიარონ, აი ერთ-ერთ ჩეკპოინტს ხედავთ, იქ ხეზე არის მიმაგრებული და მთელი არსი ამ შეჯიბრის ის არის, რომ მანქანა იმდენად ახლოს უნდა მიიყვანო ამ ჩეკპოინტთან, რომ ცალი ხელი მანქანაზე უნდა გედოს, მეორე ხელი ჩეკპოინტზე და სურათი უნდა გადაიღო, რომ ჩაგეთვალოს ამ ჩეკპოინტის გავლა და ეხლა ყველაზე დიდ სირთულეს ეგ წარმოადგენს, რომ ჩეკპოინტამდე მიხვიდე რამენერად ახლოს. ერთ შეხედვით მარტივი მონაკვეთია, თითქოს გუბე უნდა გაიარო, შემოუვა რომ ახვიდე, მაგრამ რატომღაც უჭირთ ხოლმე. და ნახოთ აბა ეს მონაწილე როგორ გაიგებს. არა. დაგვიჯერა სწორი. არა. არ უხსნა. საკმაოდ ძვირიანი სპორტი გამოდის ჩემთვის. ძალიან ბევრი რაღაცა ექნებათ მონაწილეებს გასაკეთებელი დღევანდელი დღეების მერე. ჯალამბარი ყოფილა game changer-ი, ანუ ეგ რო არ ქონდეს აზრი არ აქვს. ანუ თუ გინდა პრიუსით გამოდი, მაგრამ ჯალამბარი უნდა ქონდეს უეჭველი. ამასობაში ჯიმნი ყავს overtake-ზე, რომელიც ასევე გაიჭედა. გავიჭედეთ ჯიპით, სამწუხაროდ ვეღარ მიდის და ეხლა უკან უნდა გავიყვანოთ და სხვები გავატაროთ და მე ის სხვები ამოიყვანენ ამას. ის არის სხვა კატეგორიის და ის უფრო მარტივად გაივლის ჩემი აზრით. მე მგონი არ უნდა შეუშალოთ ხელი გავიწიოთ. მე მგონი ჯალამბარში უდევს ისეთი ძრავი, რაც ამათ მანქანებში არ უდევს. ოპა! ესე გამოიყურება ფინიშზე მოსული მანქანის სალონი. ჯერ მარტო იმის გამო, რომ აგზიხართ ამდენი ხანი, სულ რო არ იძროდეს მანქანა უკვე ძალიან დიდი მიღწევა არის და მე კიდე ესეთ გზებზე რო დადიხარ. აუ ძალიან მაგარი გზები იყო. აი საუკეთესო გზები იყო. ესეთ გზებზე ჯერ არ მივლია რა. ყველა მშვიდობით დაგვიბრუნდა, რაც მე მგონი ყველაზე მთავარი არის. რამოდენიმე მათგანი ჯერ კიდევ ტყეში არის, ჩარჩენილი და ელოდება შველას. სანამ კიდე მათი სამაშველო ოპერაცია დაორგანიზდება, მაქამდე დაჯილდოება გვაქვს და წამოვნახოთ, ვინაა ჩვენი გამარჯვებული. ძალიან გმაყოფილი ვარ, კონკურენციაც კარგი იყო, რა თქმა უნდა, წუთებმა გადაწყვიტა ყველაფერი. ავტომობილიც არ მყავდა დატესტილი, პირველად დავტესტე აქ და რავი, ძალიან გმაყოფილი ვარ, ტრეკიც ძალიან კარგი იყო. ძალიან კარგი შეჯიბრი გამოვიდა საბოლოო ჯამში, ცოტა ვიწვალეთ ბიჭებმა, მანქანების გააფუჭეს ზოგიერთმა, მაგრამ ეს ყველაფერი თამსდევია ამ სპორტის და კარგი იქნება თუ ხშირად ჩატარდება ეგეთი შეჯიბრები.